კრებულმა საზოგადოებამ მიიღო რეზოლუცია და მიმართა ბარაკ ობამას მიმართა მართლა გულწრფელად მიულოცა გამარჯვება. მართლა გულწრფელად ჯერა ხალხს რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ამ მხრივ ეს გისმინოთ, მაგრამ მე დაგასწრებთ როასწრე წინანდელი ისტორია, გახსოვთ ალგორი რომ ვერ გავიდა ერთ-ერთ თავზე ჩვენება გაიმარჯვეს რომ მეგონაც რომ გორი იმარჯვებდა და აი მაშინ იყო მეგონი კონდორიზა რაისმა თქვა რომ ადიდელი ხელისუფლებებიო მეგობრობდნენო ხელისუფლებებთან და არა ხალხთანაო და ჩვენ ვიმეგობრებთ ხალხთანაო და იქონასწორა ეს მაგრამ არა ამის მაგალითი იყო მე ბრაიზას სახელობის სიცრუის მუზეუმი სადაც 900 გაყალბებული სადუნდალის მარტივ რამეს გეტყვით მოდით ეს აღალფარდოვანი რომ საუბარი რომ არ გამომიოს პრაგმატული რეალური პოლიტიკიდან გამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი გამოცხადება დემოკრატიის შუქურად ეს იყო პრეზიდენტ ბუშის პროექტი პრეზიდენტ ბუში ელოლიარებდა ამ პროექტს იმის გამო რომ გაემართლებინა თავისი პოლიტიკა რომელიც ბევრ ქვეყანაში კრახი დასრულდა გამოიწვია ამერიკის ავტორიტეტის დაცემა როგორც ხალხაღებული ეჭიდება ხალხს ისე ეჭიდებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ამიტომ როდესაც ამ დემოკრატიის ეს შუქურა აღშევდა და ბოლი და გაზი გამოუშვა მას ყველაფერი გააკეთეს რომ გაესაკრებინათ შავი ყორანი ობამა იცის რომ ეს არის ბუშის პროექტი ის ხის პროექტს ხას არ გაუჭერს პრაგმატული მოსაზრებების გამო ანუ სააკაშვილს ფაქტობრივად პოლიტიკური მამა მოუგდა ამ შემთხვევაში მას არ ამყავს ის ფარველი რომელიც ყველა მის ნაბიჯს გაამართლებდა რომელიც თავზე ხელს გადაუსვამდა და შეარჩენდა ხალხის დარბევასაც იმედის წარსნევასაც ანგარიშტორებასაც პოლიტპატიმრებსაც გაყალბებასაც ფაქტი ყველაფერს რომ შეარჩენდა აი აღარ ყავს მარტივი მიზეზის გამო ის იყო სხვა პროექტი ის პროექტი დასრულდა აი ეს არის მთავარი ჩვენ არ გვეყოლება ხელის შეშლილი და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა მე მინდა ორი სიტყვა ჩვენ გეგმებზე ვისაუბროთ ფერი გეგმები ჯობია ამერიკის გეგმებს ამაღლებს ვერ გაიგებს არა ისიც მე პირადად ძალიან სიმპათიებოდა მას თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი საუბრობდნენ თქვენ მართლა დემოკრატიული ჟესტი ეს იყო რომ ობამამ ბილ გეიტსი მეთქი თავდაცვის მინისტრი დანიშნა თავის მომავალ კაბინეტში თავდაცვის მინისტრი და ამ ადამიანის მენეჯმენტი თავდაცვაში ყველას მოსწონდა ანგარიში გაუწია გენერალიტეტს ობამამ აი ეს დემოკრატიული იმიტომ ის სისტემაა მთავარი სისტემა დემოკრატიული სისტემა დემოკრატიული ინსტიტუტები და არაპიროვნებები არავითარი მნიშვნელობა არ აქვს როგორ არ აქვს რა თქმა უნდა აქვს როგორ შეიძლება არ ქონდეს მაგრამ ამერიკამ შეძლო ის რაც სამაგალითოა დღეს და ამ ვითარებაში ამ საშინელ ეკონომიკურ კრიზისში ამ კრახში საგარეო პოლიტიკის და კრახში ბუშის ადმინისტრაციის იმიტომ რომ პრინციპში ესეთი დამარცხება საერთაშორისო ასპარეზზე როგორიც იყო განსაკუთრებით იმ კრიზისის მერე რომელიც საქართველოში მოხდა მე ვფიქრობ რომ ამერიკას დიდი ხანი არ ქონია ისევე როგორც ეკონომიკა მიუხედავად იმისა ამ ეს სისტემა იმდენად მოკლილია იმდენად სრულყოფილია თუ შეიძლება რამე სრულყოფილი იყოს რომ იმ წუთში იპოვა გამოსავალი და გამოსავალი იპოვა აი გადამტრიალებელი გამოსავალი იყო გადაატრიალა მან აბსოლუტურად ეს კურსელი და ახალი კურსი მან დაიწყო მე მინდა გითხრათ რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა როგორიც არის უგო ჩავესი აპირებამდე გამოაცხადა რომ მე არ მჯერა რომ ამერიკაში ობამა გაიმარჯვებსო მაგრამ ობამა თუ გაიმარჯვებსო მე აუცილებლად ავგვადგენ ურთიერთობებსო და კონტრაქტებს გავაფორმებ და ისევ ეს იყო ეს ყველა კონტინენტისთვის ისევ იმეორე ყველა სოფლიოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების რომელიც ნამდვილად ასახვას პოვებს საქართველოს. ჩვენთვის რატომ არის ისიც მნიშვნელოვანი დაგონდავით? ძალიან რთული ახლა. ყოველთვის ისმის კითხვა დღესაც ახლა გადავდივარ ოპოზიციის გეგმებზე, მაგრამ როცა ამ გეგმებზე საუბრობ, ყოველთვის არის საუბარი, აი ჩვენ რომ გამოვალთ რა შეიძლება გამოსვლებს აქვს თუ არ არის ეს კითხვა მუდმივად ისმის ხოლმე საზოგადოებაში და ისმის იმის გამო რომ როდესაც ჩარშემ გამოვიდა ამ ხელა საზოგადოება ჩვენ დავეძახით არა მარტო სააკაშვილის რეჟიმს ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას აღვიდგა წინ როდესაც ვიყოთ სიმართლეს გაუწევთ 5 იანვარში იანვარში ჩვენ გვერდოდა არა მარტო სააკაშვილი ამ წელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და როდესაც ეს ადმინისტრაცია იცვლება და როდესაც დღეს ჩვენ რომ მოვა კიდევ ის 20 იანვარი და 25 იანვარი და რომ გამოვალ ჩვენ წერი აღარ გვეყოლება და მოწინააღმდეგე აღარ გვეყოლება თეთ სახში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თეთ როცა შენ რუსეთის აგრესიის ქვეშ ხარ და თან შენ წინააღმდეგ გამოდის ამერიკის ადმინისტრაცია, ძალიან რთულია ბრძოლა და ძალიან რთულია მოწოდება ხალხისთვის რომ გამოვიდეს და ვიბრძოლოთ, ძალიან
ესე იგი პერსპექტივის დანახობა ძალიან ძნელია. მეცი უკრაინა დატოვო. არ მეშინია, არ მეშინია, ვიცი რომ არ დატოვებენ, იმიტომ რომ მეცი უკრაინას ადგილი ნამდვილად არ არის. ეგ არის სიმბოლო. ეს არის სიმბოლო სამართლის სიცრუის, სიყალბის და აი შედეგი იმ კრახის, რომელიც განიცადა ამ ადმინისტრაციას. ამ ადმინისტრაციის წარმომადგენლთან ჩვენს ოპოზიციას უკვე ჰქონდა სერიოზული კონტაქტები. ბატონ ლევან გაჩეჩილაძე შეხვდა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს და ძალიან ბევრი ისაუბრეს. დემოკრატებმა მოაწყეს ამერიკის კონგრესში მოსმენა საქართველოში ომთან დაკავშირებით, საქართველოში გაატარეს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია. ბოჩორი ბენფრიდი იყო ერთ-ერთი მთავარი, რომელიც თავსიმართლეა. ხო, და არა მარტო თავსიმართლეა, არამედ სააკაშოს უტევდა, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, იმან არ დაგვეჯერა, მაგრამ ეს ისე რომ მე ძალიან მნიშვნელოვანია. დათოს ბაშვილის კი ბატონო, ჩვენ ვარ ტოტალიტარული სიცრუე, ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ აი ეს კუნძული ერთი პატარა თავისუფალი სიტყვის რომელიც დღეს რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. კუნძული არა, გრენლანდია ვარ. კუნძული ავსტრალია იყო. დანარჩენი საქართველოს სიკვდილიშია ჩვენ სამართლის მდგომარეობაში ვართ ხალხო აი გეუბნებით ეხლა მაინც ჩანს რა იქიდან განსაკუთრებით ჩანს რომ აი ამ თავისუფალ სამყაროში რა თქმა უნდა სრულყოფილი არც ერთი ქვეყანა არ არის და ყველა ქვეყანაში არის გაჭირვებული, ხალხინებული, იმ ზოგს უჭირს, ზოგს უხინს, ზოგი კარგად არის, ზოგი მეტნაკლებად, მაგრამ ესეთი რეჟიმი რა ხო გეუბნებით კორეა. აი კორეაში ცხოვრობ ნამდვილად. დღე და ღამე სიცრუე, აი უსაო ტელევიზორს სიცრუე. რვაში დილას იმედმა როდესაც მთელმა მსოფლიომ იცოდა უკვე რომ ობამამ გაიმარჯვა იმედის საინფორმაციო გადაცემაში ლაპარაკობდნენ რომ კაცმა არ იცის მაკეინის რაღაცა თუ უკვე დამთავრებული იყო შუაღამეს ყველა მიცოდა და მე მინდა გითხრათ უპრეცედენტო გამარჯვება იყო ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო დამარცხება უპრეცედენტო ესეთი უპირატესობით ამერიკაში არასოდეს არ გამარჯვია რეკლამის შემოიყვანს მაყურებელი დიდი ხანია ველოდება ახლა რეკლამის შემდგომ გავხდება ფერფერმები და კარტევილი გაქვს ამ მოთხოვნა ამაზე დეტალურად გასაუბრებ ისმენთ ბატონო ისმენთ ჰალო ისმენთ ბატონო ჰალო ისმენთ ეთერში ხართ ეთერში ჩემი ხმა თუ ისმის ისმის მადლობა ისმენთ ერთი შეკითხვა მექნება თქვენთან ალბათ ყველასთან და მით უმეტეს გამყონს რა თქმა უნდა ნებისმიერი ხელისუფლება ალბათ არის კრიტიკის ხარჯებში გასატარებელი მაგრამ ყოველთვის ადამიანს უკეთესი უნდა იცოდე უნდაოდეს მაგრამ როდესაც ამ კრიტიკის ხარჯებს გატარებს ისეთი ადამიანები რომლებიც თავდაც 15 წლის უკან, მხოლოდ 15 წლის უკან გატარებდნენ ისეთ პოლიტიკას არჩეული, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ არც ის იყო იდეალური მაგრამ როგორ ხაინდრევა ნელაშვილი და მისგანეთ რაში ვერ ხედავდნენ თუ რა გალას უყლებდნენ გზას ხელისუფლებისაგან თუ ნებისმიერი იგივე მოქალაქე ნორმალურად მოაზროვდა ხალხილური ხედავდა რომ ამ ძალების უკან აქტიურად რუსეთი თავის საქმეს აკეთებს და ეს ადამიანები დღეს ისევ ლაპარაკობენ რომ ვიღაცას უნდა ჩაუსაფრდნენ იციან როგორ გააგდონ ისევ პრეზიდენტი არც მე ვარ ამ პრეზიდენტი შეიძლება დიდი მოსიყვარულე და მოთხტიად მაგრამ ესეთი ადამიანები როდესაც არიან თირაპლანზე უნდა გაიწმინდოს ასეთი ადამიანისაგან დღევანდელი ოპოზიცია და ხალხი მას დაუჯერებს კარგი ბატონო ჩემო რადგან ძირითად ჩემთან იყავით კიდევით რომ მე გაგცეთ პასუხს თქო რეკლამაზე გაგვიყვანეთ რეკლამა ჩვენს ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც გვიან ჩაერთეთ, მინდა გითხრათ, რომ ბატონი გოგა დავითაშვილი, ბატონი გოგა ხაინდრავა გახდა ჩვენი სტუმრები და ამ მეორე ბლოკში 9 საათისთვის საუბრობთ ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება ჩვენი სტუმარი და ამ 10 საათის შემდგომ ბარიერი იქნება სტუდია და მე საინტერესო სტუმრები გვეყოლება. ახლა მაყურებლის შეკითხვა და პრინციპში უფლება მაქვს რომ